მატარებელი ადამიანს დაეჯახა 3 აგვისტოს, 13 აგვისტოს, 16 აგვისტოს. 3 ადამიანი გარდაიცვალა 2 კვირის განმავლობაში აჭარის რკინიგზის ერთ მონაკვეთზე, მხოლოდ იმიტომ, რომ უსაფრთხოების ელემენტარული მოთხოვნები არ იყო გათვალისწინებული. Online media ბათუმელებს ეუბნებიან, რომ ამ ადამიანების გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი არის ეგრეთ წოდებული აჩქარებული მატარებელი. ანუ, როდესაც მატარებელი უკვე ნამდვილად სწრაფია, ფეხით მოსიარულეების უსაფრთხოებისთვის, როდესაც ლიანდაგზე გადადიან, უკვე საკმარისი აღარ არის მხოლოდ შუქნიშანი ან ხმოვანი სიგნალი. აი დღეს ასე გამოიყურება აჭარაში ფეხით მოსიარულეებისათვის ლიანდაგებთან გადასასვლელი. და აი ასეთი უბრალო კონსტრუქციის მიწის ზედა გადასასვლელი ხიდი და დამცავი მოაჯირი რომ დაემონტაჟებინათ რამოდენიმე ადგილას ქართულ ოცნებას აჭარაში ტურისტული სეზონის პიკზე ზაფხულში მაშინ როდესაც მატარებელი ნამდვილად სწრაფია. ეს 3 ადამიანი ძალიან მაღალი ალბათობით შეიძლება დღეს ცოცხალი ყოფილიყო. ასეთი ერთი ხიდის მონტაჟს დასჭირდებოდა ალბათ კობახიძის, მისი ეკონომიკის მინისტრის და საქართველოს რკინიგზის დირექტორის ერთი თვის ხელფასი. მაგრამ მათ ხო ეს არ ადარდებთ. ისინი ტრაბახობენ, რომ უამრავი თურმე ინვესტიცია ჩადებულა რკინიგზის ინფრასტრუქტურაში და თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან სერიოზული დამატებითი უსაფრთხოების სისტემებიც კი დაუმონტაჟებიათ. მაგრამ მე მათთან მაინტერესებს, რომ ვკითხო, რა ღირს ერთი ადამიანის სიცოცხლე, რა ღირს 3 ადამიანის სიცოცხლე. გძარცვავენ, დაგვცინიან, გკლავენ. ბრძოლა ბოლომდე ამ მავნებლების წინააღმდეგ და აუცილებლად გავემარჯვებთ.